ცუდი მასწავლებელი. რას გახარ გაკვეთილი მალე დაიწყება შევედით? არ მინდა იქ შესვლა, არც მე მინდა, მაგრამ რა ვქნა? ნახე, როგორი გაბრაზებულია დღეს მასწავლებელი, ვფიქრობ, ყველას სულ დღეში ჩაგვაგდებს. კარგი რა, მის ნიკა ესეთი ბოროტი არ არის. სირჩევნია კაპიტან რომეოს გაკვეთილზე შევიდე. წამოდი, ნუ ყოყმანო. გამოჩნდნენ. შუადღემ შვიდობისა. დღეს ვინ არის კლასში მორიგე? ხედავ, ხომ გეუბნებოდი, რომ დღეს გაბრაზებულია. ენა გადაყვაპეთ? არ ვიცი. ხელმძღვანელია პასუხისმგებელი მორიგეებზე, მაგრამ ის ავად გახდა. და თქვენ ვისთვის ხართ აქ? კლასში ჩხუბი მოაწყოთ? დაფა ჭუჭყიანია. ის სუფთაა. აბა ეს რა არის? ეს უმნიშვნელოა. ეს თქვენთვისაა უმნიშვნელო. მასწავლებლის უპატივცემულობაა ეს ყველაფერი. კარგი, ეხლავე გავწმენთ. მიდი ჩქარა. ასეც ვიცოდი. შენ წადი დაჯექი და გაკვეთილისთვის მოემზადე. კარგად გაასუფთავე, შენ საერთოდ არ ცდილობ. შეგიძლია დაჭდე და გაკვეთილი დავიწყოთ. 5 წუთი კიდევ გვაქვს შესვენების დრო. არა უშავს, რაც მალე დავიწყებთ, უფრო მეტ მასალას ვისწავლით. უშევამე ვიდეო თამაშებს თამაშობდი და საშინაო დავალება საერთოდ ვერ მოვასწარი. აიმე დაგვალეს? არ ვიცი. ეხლა რომელი გაკვეთილია? როგორც ჩანს ბიოლოგია გვაქვს. ჯანდაბა მის ნიკას გაკვეთილია, ჩვენ კი დავაგვიანეთ. ჯანდაბა გაკვეთილი უკვე 2 წუთია დაწყებულია. წამოდი სწრაფად. სტრუქტურული მახასიათებლებიდან გამომდინარე ადამიანის კუნთები იყოფა 3 ტიპად. ქალბატონო ნიკა, ცოტა ნელა შეგიძლიათ? ისედაც ნელა ვკითხულობ. ვერ ვასწრებთ ჩაწერას. აი მოხვდებით უნივერსიტეტში და იქ არავინ დაგელოდებათ. ამიტომ ჩქარა ჩაწერა ისწავლეთ. სად მიდიხართ? აბა ეხლავე უკან დაბრუნდით. ახლა კი ისევ გადით და შემოდით ნორმალურად. ჯანდაბა გაბრაზებულია, ოჯობია მოусმინოთ. ოდიში ქალბატონო ნიკა, შეგვიძლია შემოვიდეთ? შემიძლია კითხოთ, სად მისანდებოდით? გაკვეთილის ნახევარი უკვე გასწუდია. ჯერ მხოლოდ 2 წუთი გავიდა. მეკამათები. როდესაც ზარი დარეკავს, უკვე ერხებთან უნდა ისხდეთ. ყვაპატიეთ ქალბატონო ნიკა, ეს აღარ განმეორდება. თუ ისე დაგაგვიანდებათ, თქვენ მშობლებს დავიბარებ სკოლაში. ახლა ადგილებზე დაჭეკით. კარგი მასწავლებელი. მოდი გაკვეთილზე შევიდეთ და იქ ვჭამოთ. კარგი რა, ეხლა დიდი შესვენება გვაქვს. გაკვეთილამდე 20 წუთია ჯერ. კიდევ ძალიან მინდა კაპიტან რომეოს გაკვეთილზე სწრაფად შევიდე. კაპიტან რომეოს გაკვეთილი გვაქვს, სწრაფად წავიდეთ. კაპიტანი ჯერ არ მოსულა. და რას ვაპირებთ? დაფაზე დავხატოთ. მოდი, კაპიტანი დავხატოთ. წამოდი. მოგესალმებით, აქ რა ზაკეთებთ? გამარჯობა კაპიტანო. ჩვენ არ გელოდებოდით. გადავწყვიტე ადრე მოვსულიყავი გაკვეთილის მოსამზადებლად. და ჩვენ აქ აბა მაჩვენეთ რას მივალავთ. ეს მე ვარ? ჩვენ ახლა ყველაფერს წავშლით. არ გინდა ძალიან მომწონს. თქვენ ხომ შეეცადეთ? როგორ მოვამზადოთ დაფა გაკვეთილისთვის? არა უშავს, დაფის გარეშე გავაკეთოთ. ფოტოს გადავუღებ და ჩემს კოლეგებს ვაჩვენებ, როგორი ოჯახები არიან ჩემი სტუდენტები. კაპიტანი ისეთი კეთილია. ის ყოველთვის კეთილია, საუკეთესო მასწავლებელია. იდი დაარტყი. მისმინე, გაკვეთილი არ დაწყებულა? ვაიმე, გაკვეთილის ნახევარი უკვე დასრულდა. ჩქარა წავიდეთ, თორემ მივიღებთ. შემდეგ კი ყველა მებრძოლ ძაღლს ვაჭმევდი. კაპიტანო რომეო, ბოდიში დაგვიანებისთვის სარი არ გაგვიგია. აჯექით ახალგაზრდებო. ანუ არ გვეჭხუბებით? საერთოდ რომ მოხვედით, ეგეც კარგია. მადლობა კაპიტანო რომეო. სამწუხაროა, რომ ადრე არ მოხვედით ბიჭებო. ხო, გამოგჭათ ისეთი საინტერესო ისტორიები მოგვიყვა კაპიტანმა. ჯანდაბა, როგორ მიყვარს კაპიტანის ისტორიების მოსვლა? ეს დასანანია რომ გამოგჭა. გაკვეთილის დასრულებამდე ცოტა დრო დაგვრჩა, მაგრამ ეყოფად რომ კიდევ ერთი ამბავი მოგიყვეთ. აი, ასე დაიწყო ეს ამბავი. ერთხელ დიდით ადრე ცუდი მასწავლებელი. ეხლა კი მოემზადეთ, თქვენი გაშნაო დავალებები უნდა შევამოწმო. ჯანდაბა, რა არ მოგიმზადებია? მოემზადე, მაგრამ ხო იცი, მისის ნიკა ყველაფერს ბოლომდე გამოგკითხავს. შენ მოემზადე მაინც, მე კი დამავიწყდა. იმედია არ მკითხავენ. დავალების შესრულება ვცადე, მაგრამ იმდენად მოსაწყენი იყო, რომ ჩამეძინა. აბა ვინ არის მზად? მიდი, შენ ხარ მომზადებული, გადაარჩინე სხვები. არ მინდა მეშინია. როგორც ყოველთვის მომზადებლები ხართ, იქნებ ყველა ზორიანები ჩაგიწეროთ ჟურნალში. ბოლოს და ბოლოს, ლეონა, გამოდი და შენი რვეული მომეცი.
აჰა, აქ ყველაფერი სწორია. ფუფ. ეხლა კითხვაზე მიპასუხე, რამდენი კუნთი აქვს ადამიანს? არ ვიცი, ჩვენ ეს არ გაგვივლია. ეს დღევანდელი თემაა. ასეა, მაგრამ მასალას წინასწარ უნდა გადახედოთ. ხო, მაგრამ ეს არ დაგივალებიათ. თავად უნდა იცოდეთ ეს. 3 ანს გიწერ. 3 ქულა, მე ხომ შევეცადე ყველა დავალება დავწერე. როგორ ელაპარაკები მასწავლებელს? ესე როგორ შეიძლება? ეს ელაპარაკი აღარ გავიკო. შემდეგ ჯერზე უკეთ მოემზადები. ჟურნალში 3-იანი არ ჩამიწეროთ, ქულები მინდა გამოვასწორო. კარგი, ქულები შეგიძლია გამოვასწორო, ამისთვის მოამზადე. ეს 100 გვერდიანი დავალება. ხვალისთვის გელოდები. 100 გვერდი ხვალისთვის ეს ძალიან ბევრია. 100 გვერდი ძალიან ცოტა, ხვალამდე დიდი დროა. მოასწრებ. ვერ მოვასწრებ. არა უშავს, TikTok-ზე ნაკლებ დროს გაატარებ და მოასწრებ. მასწავლებელი სულ გაგიჟდა. ჩაკრამის თქმა გინდა? არა. ატეკი როცა მასწავლებელი გელაპარაკება და გაიმეორე რაც თქვი. მიდი, გაიმეორე. არაფერი მნიშვნელოვანი. მაშინ რატომ ბედავ კლასში პირის გაღებას? მხოლოდ მაშინ უნდა ისაბრო, როცა ამას გეტყვი. გასაგებია? ბოდიში ქალბატონო ნიკა ეს აღარ განმეორდება. იმედი მაქვს. დაჯდომის უფლება მოგეცი? არა. სასჯელად გაკვეთილის ბოლომდე დგომა მოგიწევს. შემიძლია დავჯდე? არა. კარგი მასწავლებელი. ჯარისკაცებო შეასრულეთ საშინაო დავალება. რა თქმა უნდა. ნეტა ყოველთვის ესის დავალებები გქონდეს. ხო, კაპიტანი საუკეთესო დავალებებს გვაძლევს. ვინ გამცემს პასუხს? კუზა გამოდი დაფასთან. უშინ ვუყურე ფილმს ბეტმენი. ძალიან საინტერესო ფილმია, მეც მომდონს. რა ისწავლე ამ ფილმისგან? ნეტა მის ნიკაც ესეთ საინტერესო დავალებებს გვაძლევდეს როგორც კაპიტანი. ნუ ოცნებობ, ის ესეთი ვერასდროს იქნება. კუზა 12 ქულას გიწერ, როგორც მივხვდი დანარჩენებმა შეასრულეთ საშინაო დავალება. დიახ, კარგი, ჯერა თქვენი სიტყვის. არ შევამოწმ დავალებას და 12 ქულას დაგიწერთ ყველას. მადლობა კაპიტანო რომეო. ეხლა შეგიძლიათ ერთმანეთთან ისაუბროთ, სანამ მე ვავსებ ჟურნალს. ბოლოს ჩუმად იყავით. ცუდი მასწავლებელი. სწრაფად გახსენეთ თქვენი რვეულები. კუზა, სად არის შენი რვეული? ის ჩემს ჩანთაშია. ჩქარამოძებნე, ყველა შენგელოდებით. როგორც ჩანს, რვეული სახლში დამრჩა. სახლში თავი რატომ არ დაგრჩა? როგორ შეიძლება სკოლაში რვეულის გარეშე მოსვლა? ეს ხო განს აღარ გამიკეთებია. ყველაფერი უნდა მოამზადოთ წინასწარ სახლში და 5 ჯერ უნდა შეამოწმოთ თქვენი დღიური. ბოდიში ქალბატონო ნიკა ეს აღარ განმეორდება. აღარ განმეორდება, მაგრამ ახლა 2 ანს დაგიწერ. რისთვის ეს უბრალოდ რვეულია. თუ ბევრს ილაპარაკებ, კიდევ ერთ 2 ანს დაგიწერ. უპს. ეს უსამართლობაა. კუზა გირჩევნია გაჩუმდე. ლეონო მართალია. აზრი არ აქვს მასთან კამაც. ეხლა კი დავიწყოთ. ჩაწერა. კუძას გამო ბევრი დრო დავკარგეთ. აპატიეთ, შემიძლია ფურცელი ავიყო? მე რა, საკანცელერიო მაღაზია ვარ? მოძებნე ფურცელი. ლეონა, ქაღალდი გააქვს? მადლობა. ეხლა კი შევაჯამოთ. ქალბატონო ნიკა, უკვე დავიღალეთ. კლასში დასასვენებლად ხარ მოსული? ჩვენ უკვე 7 გვერდი დავწერეთ. ხო, ხელი ძალიან დამეღალა, ცოტა დავისვენოთ. ჯერ ნახევარიც არ დაგვიწერია. მიდი ხელში კალმები დაიჭირეთ და დაიწყეთ. სწრაფად დაწერეთ. კარგი მასწავლებელი. ამოიღეთ წიგნები წავიკითხოთ. ჩანდაბა, წიგნი დავიწყებია. კარგი, არა უშავს, თუ გინდათ მე წავიკითხავ და თქვენ კი ჩაიწერეთ. კონსპექტის სახით. არა, წერა არ გვინდა. ხო, მის ნიკამ უკვე 15 გვერდი დაგვაწერინა. აღარ შეგვიძლია. ხო, ხელი ისე მტკივა. საწყალი ახალგაზრდები. კარგი, დღეს არ დავწერთ, დაისვენეთ. მადლობა, კაპიტანო რომეო. საუკეთესო მასწავლებელი ხარ. მოდით, ბავშვებო, დღეს საგანმანათლებლო ფილმს ვუყურებთ. მიყვარს შემეცნებითი ფილმები. ო, შეგვიძლია მოვდუნდეთ. ჩართეთ. აბა რას ფიქრობთ ფილმზე? ძალიან საინტერესოა. კიდევ 20 წუთია გაკვეთილის დასრულებამდე დავწეროთ? არა. აბა რა გავაკეთოთ? მოდი TikTok-ი გადავიღოთ. მოდით. გამოვაქვეყნებ კაპიტანთან გადაღებულ TikTok-ს. მეც კაპიტანთან ერთად უამრავ ნახვას მივიღებთ. შემდეგი მე ვიღებ კაპიტანთან. არა, მე ვარ შემდეგი. ცუდი მასწავლებელი. გაკვეთილამდე 5 წუთია დარჩენილი. წავიდე. ამა მაინც დავასრულო შემიძლია. ერთი წამითაც რომ დავაგვიანოთ, მის ნიკა გაგვიბრაზდება. და დალევა
ამის დრო არ გვაქვს, წამოდი, წავედით. რატომ მოდიხართ ესე გვიან? გაკვეთილის მოსამზადებლად დრო გჭირდებათ. ჯერ კიდევ 2 წუთი დაგვრჩა, მოვასწრებთ. დროს დავინიშნავ, თუ ვერ მოასწრებთ, ორქულას დაგიწერთ. ლეონარი სუფლებას აძლევ თავს. რა მოხდა? კლასში ჭამის უფლება არ გაქვს. ეს უბრალოდ წყალია, თან გაკვეთილი ჯერ არ დაწყებულა. კლასში საერთოდ არ უნდა იყოს საკვები. ყველა საკვები კაფეტერიაში. გასაგებია? ჭამის დამთავრების დრო არ მქონდა, კლასში მოვიჩქაროდი. ჩააგდე, ჯერ მხოლოდ 1 ყლუპი მოვსვი, ამ წყალში ფული გადავიხადე. არ გესმის, კლასში არანაირი საკვები. სწრაფად გადააგდე. ეს რა არის? ესეც საკვებია? სწრაფად ნაგავში. ქალბატონო ნიკა, ეს ზმეტისმეტია. დაიმახსოვრეთ, მასწავლებელი ყოველთვის მართალია. კიდევ ვის გაქვთ საკვები? ჯობია სიმართლე მითხრათ. აბა ჩანთამაჩვენე, მაგრამ ქალბატონო ნიკა, ორიანი გინდა? აჰა, ეს რა არის? ხომ მითხარ რომ საკვები არ გქონდა? ეს მხოლოდ ჩანთაში მეტო, ჭამას არ ვაპირებდი. ჩემთვის სულ ერთია. მასწავლებელი სულ გაგიჟდა. ნუ ლაპარაკობ, საქმის გადაყრა არ მინდა, ფული გადავიხადე. მეც არ ვაპირებ გადაგდებას. ჩაკ, რა გჭირს? ყველაფერი რიგზეა? პირში რა გაქვს? არაფერი. ჩანთამაჩვენე. როგორც ჩანს, არაფერი არ გაქვს. არის, შენ გაქვს ხო საჭმელი? არა, რა თქმა უნდა, შეგიძლია ჩანთაში ამოწმო. ყუზია, აბა ადექი. ასეც ვიცოდი. ჩემი მოტყუება გადაკვეთე არა? არა, უბრალოდ დამავიწყდა. მაშ ასე. ცუთხასეძე დამაყენეთ, ყველას 2-იანს გიწერთ. ო, არა. კარგი მასწავლებელი. კარგია, ფეხბურთს ვითამაშე, მე ჭამა მინდოდა. მოვასწრებთ? ვერა, მე ლაშქრობის დრო არ დაგვრჩება. არა, უშავს, შემდეგ შესვენებაზე წავალთ. შესვენება ისეთი ხანმოკლეა. ო, მე და კუძემ სასადილოს შესვლას ვერ მოვასწარით. ჩვენც ვერ მოვასწარით. არა და ისე მშია. ჯანმრთელობას გისურვებთ, ჯარისკაცებო. გამარჯობა. ეს რა ტექნოლოგიის ხმა? ოდის ეს ჩემი მუცელია. რატომ არ ჭამე შესვენების დროს? რა? სასადილო ოთახში. ჩვენ მოვჭით გაკვეთილს და ვერაფერი ვეღარ მოვასწარით. საწყლებო, შეარი მუცლით, მე ვერაფერს ვაკეთებ. არა უშავს, შესვენებას დაველოდებით. ვერ ვაიძულებ ჩემს მოსწავლეებს ისიმშილონ. შეგიძლიათ გაკვეთილის დროს ჭამოთ. მადლობა, თქვენ საუკეთესო მასწავლებელი ხართ. ხო, მისის ნიკამ ყველა საჭმელი გადაგვიყარა. საჭმელი არაფერი გაქვთ? ხო. რადგან ასეა, ჩემს რაციონს გაგიზიარებთ. მაშ ასე. ეს შენ. ეს კიდე შენ. უბრალოდ მის ნიკას არაფერი უთხრათ. გავაკვეთეთ რა შეეხება? თქვენი ამოცანაა შეისწავლა რაციონის შემადგენლობა და ისაუბროთ მის სასარგებლო თვისებებზე. საინტერესო დავალებაა. ო, მისის ნიკას დავალებისგან განსხვავებით, ჯარისკაცებო საქმეს დაუბრუნდით. მე მაქვს 7.5 ცილა, 32.2 ცხიმი, 54.4 ნახშირწყლები. ჩემი შემადგენლობაა 74 ნახშირწყლები, ცხიმები 13 და ცილები 5.4. ცუდი მასწავლებელი. ეს სამედრო ცენტრში ვიყიდე ფასდაკლებით. ეს ჩემმა ყოფილმა მომცა. რატომ არ გადააგდებ? უბრალოდ სამკაულია მომწონს, რატომ გადავაგდო? მე ვერ შეძლებდი ყოფილი საჩუქრის ტარებას. გოგოებო, რატომ ზიხართ აქ? დაიყინებით. ეს ხომ შესვენებაა. მე რა ახალი თემა გვაქვს მოსამზადებელი შესვენების დროს შეგიძლიათ ისწავლოთ. ჩვენ უბრალოდ დასვენება და საუბარი გვინდა. დასვენებით სახლში დაისვენებთ, სკოლაში კი უნდა ისწავლოთ. სკოლა ჩვენი მეორე სახლია. ნუ ტვინიკოსობ. ეს რა არის? ეს უბრალოდ სამკაულია. სასწრაფოდ მოიხსენით. სკოლაში ხართ თუ დისკოტეკაზე? და ამ სამკაულში ცუდი რა არის? სულელურ კითხვებს ნუ დასვამთ. ის ყურადღებას ფანტავს. რა? ეს როგორ? ნუ უყურებ მათ და ყურადღება გეფანტება. ესე შეიძლება კალამსაც შევხედო. ასია რა, ვინ გასწავლა რომ მასწავლებელს ესე უნდა ესაუბრო? სწრაფად მოიხსენით, თორე გაგათავისუფლებთ.
თქვენ რა, სულ წახვედით ხელიდან? რა ხდება? მთელი სკოლის განადგურება გინდათ? ჩვენ ფრთხილად ვართ. ბურთი მთელ კლასში დაფრინავს. მე რომ არ მოვსულიყავი, რაღაცას აუცილებლად გატეხავდით. არ გავტეხავდით, სულელები კი არ ვართ. გიცნობთ, უპასუხისმგებლოები ხართ. ეი, ბურთი დაგვიბრუნე. გადავაგდებ. არ გადააგდო, ეს ჩვენი ბურთია. ბურთი დაგიბრუნოთ, რათა რამე გატეხოთ, ვერ ეღირსებით. ბურთის გარეშე დავრჩით. კარგი მასწავლებელი. რას აკეთებთ გოგოებო? მაკიაჟს ვიშორებთ. რატომ იშორებთ? მისის ნიკამ დაგუსაჯა კოსმეტიკის და სამკაულების გამო. რატომ? ასე თქვა, რომ ყურადღებას ფანტავს ისინი. რა სისულელეა? ჩვენც ასე ვფიქრობთ, მაგრამ მისის ნიკა ორიანს დაგვიწერს თუ არ მოვუსმენთ. გოგოებო, თქვენ არ დაგჭირდებათ მაკიაჟის მოშორება. გაიკეთეთ თქვენ სამკაულები, მე მოვაგვარებ ყველაფერს. საინტერესოა რა ჩაიფიქრა. არ ვიცი, მაგრამ მისი მჯერა კაპიტანი რომა ყველაფერს მოაგვარებს. ვერაფერი გავიგეთ, თქვენ რა მე არ მისმენთ? კაპიტანი რომეო? საკმარისია, სკოლაში თქვენი მშობლები უნდა დავიბარო. კაპიტანი რომეო, რა გჭირთ? იმიჯის შეცვლა გადავწყვიტე, არ მოგწონს? ვიცოდი რომ მოგეწონებოდა ქალბატონო ნიკა. კაპიტანი რომეო, თქვენ საუკეთესო ხართ, ჩვენთან ერთად TikTok-ს გადაიღებ? მოდით. რატომ ზიხართ აქ მოწყენილი? ისის ნიკა ყველაფერს გვიგრძალა. ესვენების დროსაც გვიწევს გაკვეთილზე ჯდომა და სწავლა. ნახეთ რა ვიპოვე ნაგავში. ვინ გადააგდო სპორტული აღჭურვილობა? ეს ჩვენი ბურთია, მისის ნიკამ გადაგვიგდო. რადგან ახლა უკვე ჩვენ გვაქვს, ცოტა ვითამაშოთ. პირდაპირ კლასში? ხო, ფრთხილად ვითამაშოთ. ბავშვებო, რომელი მასწავლებელი მოგეწონათ ყველაზე მეტად? დაგვიწერეთ კომენტარებში. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ყველას გემშვიდობებით.